მოგესალმებით. ეს გახლავთ თერაპიული ზღაპრებისა და იგავების არხი. მე გახლავართ ფსიქოთერაპევტი მერა ბონიანი. დღეს შემოგთავაზებთ საბავშვო ზღაპარს სახლის შესახებ, რომელსაც უყვარდა სისუფთავე და ყუდროება. იყო და არა იყო რა. იყო ერთი მშვენიერი სახლი. ეს ძალიან ლამაზი, მხიარული, გულითადი და ალერსიანი სახლი იყო. მაგრამ მასში არავინ ცხოვრობდა და სახლი კი სულ ელოდა იმ დროს, როდესაც მასში ბოლოს და ბოლოს პატრონი დაიდებდა ბინას და საბოლოოდ ეს დღეც დადგა. სახლში სულ მალე საცხოვრებლად მთელი ოჯახი უნდა გადმოსულიყო. დედა, მამა და ბიჭუნა. რა ბედნიერი იყო სახლი და როგორ ოცნებობდა იმაზე, რომ მასში ეს ოჯახი ბედნიერად იცხოვრებდა. მე მათ დავეხმარები და დავიცავ ღიფათისა და ავდრის პირობებში. ისინი კი ჩემზე იზრუნებენ, ფიქრობდა სახლი. დაი ბოლოს და ბოლოს ეს ოჯახი ამ სახლში გადმოვიდა. მოაწყო ავეჯით, თავთავისი ადგილი მიუჩინა ნივთებს და სათამაშოებს. მაგრამ სამწუხაროდ არა ისე, როგორც ეს სახლს წარმოედგინა. პირველივე საღამოს, ვიდრე დასაძინებლად წავიდოდნენ, ბავშვმა თავისი სათამაშოები აქეთ-იქით მოისროლა. მან საერთოდ არ გაითვალისწინა მშობლების თხოვნა, რომ თამაშის შემდეგ ყველაფერი დაელაგებინა. ეს მეორე დღესაც განმეორდა. წიგნები, სათამაშოები, ფანქრები უწესრიგოდ იყო მიმოფანტული ყველგან. სახლი მოიღუშა, მან არ იცოდა რა მოემოქმედა. გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და სახლი მიხვდა თუ რატომ არ სურდა ბიჭუნას ნივთების ალაგება. ის უბრალოდ იგივეს აკეთებდა, რასაც მისი მშობლები. მამა ყველგან თავის ნივთებს ტოვებდა, დედას ხშირად ავიწყდებოდა ჭურჭლის გარეცხვა, ხოლო იმაზე, რომ იატაკი მოერეცხან, ფანჯრები დაეწმინდა, საუბარიც არ იყო. სახლმა ძალიან მოიწყინა. მას ხომ ასე ძალიან უნდოდა, რომ თავისი პატრონების ცხოვრება გაებედნიერებინა. მათ კი სულაც არ უნდოდათ მისი დახმარება და სულ მცირე ზრუნვის გამოვლენაც კი მის მიმართ. განა ასეთ ბინძურ სახლში ადამიანებს შეუძლიათ, რომ ბედნიერნი იყვნენ, ფიქრობდა ის. არა, არ მჭირდება მე ასეთი პატრონები, ჯობს ვიყო მარტო. და სახლმა გადაწყვიტა, რომ ეს ოჯახი თავიდან მოეშორებინა. ამისთვის კი მან ღამღამობით გუგუნი დაიწყო. აი ასე ხმადაბლა გუგუნებდა ის რამდენიმე დღის განმავლობაში შეუჩერებლად. ოჯახმა იფიქრა, რომ სახლში მოჩვენებები ცხოვრობდნენ. შეკრიბეს თავიანთი ნივთები და ამ სახლიდან გადავიდნენ. მაგრამ სახლმა სულ უფრო და უფრო მეტად მოიწყინა. ამის შემდეგ და სულაც არ გაეხარდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ მასში ახალი ოჯახი შემოსახლდა. ამჯერად დედა, მამა და გოგონა. დედამ და გოგონამ იატაკი მორეცხეს, ფანჯრები დაწმინდეს, სხვადასხვა ფერის ფარდები ჩამოკიდეს და სხვადასხვა კუთხეში დადგეს უამრავი ქოთნები ყვავილებით. სახლს ეს ისე მოეწონა, რომ გაიღიმა და გუნება განწყობილება მაშინვე გამოუსწორდა. ვიდრე დასაძინებლად წავიდოდა, გოგონა ყველა თავის სათამაშოს ალაგებდა. დედა კი ამის შემდეგ მას საინტერესო ზღაპარს უკითხავდა. ყოველ ღამით სახლიც სიამოვნებით ისმენდა ზღაპრებს. ნეტავ იცოდეთ, როგორ მოსწონდა სახლს მისი ახალი ბინადარნი და ცხოვრება კვლავ ხალისიანად აჩქებდა მასში. ახალი პატრონები ძალიან ზრუნავდნენ სახლზე, ალაგებდნენ მას. გოგონას ყოველთვის ყველაფერი თავის ადგილზე ჰქონდა დალაგებული, წიგნები, სათამაშოები, ნივთები. და კიდევ ის ეხმარებოდა დედას, წმენდა მტვერს, აწვდიდა მას სარეცხის სამაგრებს და კიდევ ბევრ სხვა საქმესაც აკეთებდა. როდესაც ოჯახი სახლში ბრუნდებოდა ხოლმე, ცოთხა სიაძე,
სახლი ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო, რათა მათ თავი ხიარულად ეგრძნოთ და ოჯახსაც ძალიან უყვარდა ეს სახლი და მასში თავს ბედნიერად გრძნობდა. სახლს ეს ისე სიამოვნებდა, რომ დრო და დრო ამღერდებოდა კიდეც. რა კარგი დილა თენდება, რა კარგად ვცხოვრობთ ჩვენ ყველა, ეს მშვენიერი ხალხი და მათი საყვარელი სახლი, აბა დელია დელა, ბედნიერი ვართ ყველა. ის ღიღინებდა თავისთვის, ჩუმად, ხმადაბლა, პატრონებს რომ არ გაეგოთ და არ შეშინებულიყვნენ. ისინი ხომ ყველაზე კარგი პატრონები იყვნენ მთელს ქვეყანაზე, ხოლო თავად კი ყველაზე ბედნიერ სახლად მიიჩნევდა თავს. ჩვენთვის როგორც ყოველთვის საინტერესოა თქვენი მოსაზრებები ამ ზღაპრის ირგვლივ. მოიწონეთ ჩვენი არხი და გამოიწერეთ.